შეწყდეს პროფესორების პოლიტიკური დევნა, გათავისუფლდეს უნივერსიტეტი პოლიტიკური ზეწოლისგან. ამ მოთხოვნებით უფლებადამცველებმა უნივერსიტეტის წინ აქცია გამართეს. აქციის დასაწყისში უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის თანამშრომლები უფლებადამცველებს ეზოში აქციის ჩატარების საშუალებას არ აძლევდნენ. მიზეზად კი ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე უნივერსიტეტის ეზოს გადაღების აკრძალვა დასახელდა. უფლებადამცველებმა ეს მითითება უკანონოდ მიიჩნეს და აქცია უნივერსიტეტის ეზოში გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ბოლო პერიოდში უნივერსიტეტი პოლიტიკურ ზეწოლას განსაკუთრებულად განიცდის და ამის დასტურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ლექტორების გათავისუფლება დაასახელეს. იმ მოტივით, რომ მათ კონკურსი ვერ გაიარეს, ბოლოს უნივერსიტეტიდან გაუშვეს ლელა გაფრინდაშვილი, დავით ნარმანია და ნოდარ ხატური. ლელა გაფრინდაშვილი ფაქტიურად ჩამოაშორეს უნივერსიტეტს იმის გამო, რომ ის არის განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი. და დღეს უნივერსიტეტის წმენდა მიმდის სწორედ ამ ნიშით, რომ განსხვავებული აზრის ადამიანები, თუნდაც მაღალი კვალიფიკაციის, უნდა ჩანაცვლდეს გაუნათლებელი, მაგრამ ხელისუფლებისადმი დადებითად განწყობილი პედაგოგები. ჩვენ სოლიდარობას უცხადებთ უკანონოდ განთავისუფლებულ პროფესორებს, მათ შორის ქალბატონ ლელა გაფრინდაშვილს, დავით ნარმანიას და სხვებს. მიგვაჩნია, რომ უბრალოდ ისინი საკუთარი აზრის გამოთქმის გამო არიან დევნილები უნივერსიტეტიდან. ჩვენ მოვთხოვთ, რომ შეწყდეს ჩარევა უნივერსიტეტის საქმეებში, უნივერსიტეტი იყოს ნამდვილად დამოუკიდებელი, ავტონომიური და უნივერსიტეტმა გააკეთოს თავისი საქმე და იყოს შორს ყოველგვარი პოლიტიკისაგან. ამ უნივერსიტეტს ექნება მხოლოდ მაღალი რეპუტაცია, თუ მას ეყოლება საუკეთესო პროფესურა. სტუდენტები მხოლოდ მაშინ შეძლებენ საუკეთესო განათლების მიღებას და უნივერსიტეტი შეინარჩუნებს თავის ტრადიციულ მაღალ სახეს და რეპუტაციას და სამწუხაროდ ამის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღება და ჩვენ ყველას, ვინც ამ უნივერსიტეტის კედლებში გავიზარდეთ და ვისთვისაც სულ ერთი არ არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გვაქვს დღეს ძალიან აქტიური პროტესტი.